მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, შუადღე მშვიდობისა. ტელეკომპანია მეგატივის პირდაპირ ეთერში გადაცემა შუადღე ქუთაისში დაიწყო. მე ამავე გადაცემის წამყვანი ვარ ნანა თავდორაძე და 21 იანვრის დაახლოებით 1 საათიან მონაკვეთს ვატარებ თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩემს ძვირფას სტუმრებთან ერთად. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ორშაბათიდან პარასკევამდე შეგიძლიათ გვიყუროთ, ჩვენი მიზანი რჩება თქვენამდე საინტერესო ამბები მოვიტანო, გაგაცნოთ და ან კიდევ ერთხელ დავუპატიჟო არანაკლებ საინტერესო ადამიანები და არც დღევანდელი დღე იქნება ამით გამონაკლისი. სხვათა შორის თუ ჩავთვლით იმას, რომ იანვრის მეორე დეკადაში გადავედით, ამინდი არაჩვეულებრივია, ზედმეტად მზიანი და იმედია ადეკვატურია თქვენი განწყობაც. დღეს კი გადაცემაში სტუმრად ქალბატონი რუსუდან კარკაძე გვეწვია, ქუთაისის 24 საჯარო სკოლის დირექტორი, მედია წიგნიერებისა და ინგლისური ენის მენტორი, მასწავლებელთა სახლის ტრენერი და ამავდროულად ევროპული სასკოლო საზოგადოება ითვინინგის ელჩი საქართველოში. მოგესალმებით ქალბატონო რუსუდან, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩემი სტუმარი, როგორ ხართ? მოგესალმებით, დიდი მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისთვის. გილოცავთ შობა ახალ წელს, ნაყოფიერ სამუშაო წელს გისურვებთ, ბევრი საინტერესო გამოწვევით და სიახლით, რომელსაც თქვენ როგორც ფლობ ინფორმაციას არ უშინდებით და ეს ძალიან კარგია, ის შანსები გამოვიყენოთ დედამიწაზე, რომელსაც ცხოვრება გთავაზობთ, ან ზოგადად შეიძლება ხშირად თავადაც ვქმნიდეთ ხოლმე. როგორი იყო თქვენი გასული წელი, მოკლედ რომ შევაჯეროთ და შევაჯამოთ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მეც გილოცავთ დღესასწაულებს, მივულოცავ ტელემაყურებელს და მინდა გითხრათ, რომ სიმბოლურია, რომ დღეს ჩემი ვიზიტი განათლების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებს დაემთხვა და მინდა საინტერესო თემაც შესაბამისად გვაქვს. ძალიან საინტერესო იყო სრულიად მთლიანად წელი ამ მიმართულებით და დადებითად შევაფასებდით, თუმცა დეტალებზე კითხვების მიხედვით გიპასუხებ. ძალიან კარგი. განათლება ერთ-ერთი უტყუარი იარაღია, ხომ? გადავრჩეთ დედამიწაზე და მის გაკეთილშობილებაში შევიტანოთ დიდი წვლილი და თან რა თქმა უნდა საკუთარი თავი დავიცვათ. ეს არის უტყუარი იარაღი. სიმბოლურია, როგორც ბრძანეთ თქვენი სტუმრობა ამ დღესთან დაკავშირებით და დავიწყოთ მასწავლებლობა, აი ეს პროფესია რატომ აირჩიეთ, ეს მაინტერესებს პირველ რიგში. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. როგორც უკვე აღნიშნეთ, არის განათლების საერთაშორისო კვირეული და 24-ში გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ აღინიშნოს განათლების საერთაშორისო დღე. მესმის იმ ადამიანების, რომლებიც იტყვის, რომ პირობითად განათლებას კონკრეტული დღე რაში ჭირდება, რომ ყოველი დღე განათლების და სწავლასწავლების მიმართულებით უნდა იყოს, კი ბატონო, თუმცა ეს დღე მიმართება იქეთკენ, რომ ორიენტირი გაკეთდეს განათლების ინკლუზიურობაზე და განათლების ხელმისაწვდომობაზე ყველასთვის და შესაბამისად ერთგვარი შემხსენებელია, რომ გარკვეული პროექტები, ინიციატივები ამ დღიდან რაღაცა ინიცირდეს. რაც შეეხება საინტერესო შეკითხვას, რატომ და საიდან მასწავლებლობა? რაღაცნაირად რაც თავი მახსოვს, იქიდან უკვე ეს პროფესია მახსოვს და მე სხვა პროფესიას რაღაცნაირად არც განვიხილავდი. თუმცა თავიდან რომ ვრუნდებოდი და ახლიდან ვიწყებდი ისევ მასწავლებლობას და ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი. ყველანი პატარები ვიყავით და ბავშვობიდან მოვდივართ. რა კონკრეტულმა მასწავლებელმა იქონია თქვენზე ესეთი გადამწყვეტი როლი ითამაშა თქვენს ცხოვრებაში, რომ პროფესია ის შეყვარებოდათ მასწავლებლობა? რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კარგი პროფესიონალი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელი, მათ შორის დღეს უკვე ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მასწავლებელი მანენა მასწავლებელი იყო ჩემი მასწავლებელი და არა მარტო, აი ძალიან ბევრი მასწავლებელი, რომელიც თავისი პროფესიით, საქმისადმი სიყვარული, მოსწავლეების მიმართ სიყვარულით რაღაცნაირად ჩემში ჩანერგეს ის, რომ მე კი ეს საქმე მინდა რომ ვაკეთო და დღემდე ამ მოტივაციით და ენერგიით ვარ, რომელიც ვფიქრობ, რომ უკვე აღარ შეიცვლება. კი, მოტივაციები ძალიან კარგია, მაგრამ ცალმხრივით სამყაროში არაფერი არ არსებობს. ალბათ ამ მოტივაციებს ხშირ შემთხვევაში თავად მასწავლებლები გაძლევენ და ის ახალგაზრდები, რომელთანაც გიწევთ ურთიერთობა. დღეს რა სურათი გვაქვს სკოლებში? ან თქვენი სკოლის მაგალითად ვისაუბროთ? კი ბატონო, მოდი ცოტა ისეთ შორიდან დავიწყებ, რომ 2 წლის წინ მახსოვს, რომ ვიყავი თქვენთან სტუმრად და ევროპული საერთაშორისო პროექტის პირველი
პრიზიორები გავხდით და მახსოვს სიმბოლურად 2 წლის წინ ეს იყო, მე 1 წლის წინ იყო მედია წიგნიერების ფორმალურ განათლებაში დაგეგმვა და ამ თემაზე მომიწვიეთ. დღეს კიდე ახალი სტატუსით სასკოლო საზოგადოების ხელმძღვანელი სკოლის დირექტორი გახლავართ 24 საჯარო სკოლის, თქვენს ახალი სტუდიით და განახლებით დავხვდით, რასაც ძალიან მივესალმები და მომწონს. мотивация ის რომ სასკოლო საზოგადოებას ჭირდება ახალი სისხლის გადასხმა, ახალი ენერგია და აი ამ თანამედროვე საზოგადოებას ჭირდება თანამედროვე მიდგომები, გამოწვევები, რომლებიც არის რაღაცნაირად უკვე 21 საუკუნის მეთოდებით უნდა უპასუხოთ. შესაბამისად, мотивация მოსწავლის ანთებული თვალები, რომელსაც ახალი სიახლის მიღება უნდა, რაღაც სიახლეების კეთება უნდა და აი შენს წამოწყებულ ინიციატივაზე რაღაცნაირად ისე სწორად რეაგირებს და ისე კარგად განავითარებს ამ პირიქით. თავად მოგცემს იდეის საწყის და შენი მხარდაჭერა და ფასილიტაცია ჭირდება, რომ შემდეგ ეს იდეა განავითარო. მასწავლებლებს ვფიქრობ, რომ მეტი мотивация არ გჭირდება, სიყვარული, პასუხისმგებლობა მოსწავლის სასკოლო საზოგადოების თუ ეს არის პროფესიონალიზმი საქმესთან ერთად მოდის მგონია. ანუ ეს არის ფორმულა, რომელიც წარმატებული და სასურველი მასწავლებლის გარანტია. თუ ინდივიდუალურად შეიძლება დავამატოთ რაიმე ან გამოვაყოთ ჩამონადენი. შეიძლება რაღაცები დავამატოთ, თუმცა გამოკლებით არ მგონია, რომ პასუხისმგებლობას და ბავშვების სიყვარულს რაიმე უნდა გამოვაკლოთ, ეს აუპირობოდ უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მასწავლებლს, დამატებით ბევრი უნარი შეიძლება ჰქონდეს და უკვე თანამედროვე საუკუნეში ვიძახი ხოლმე, რომ ეს აუცილებლად არის ტექნოლოგიები, როგორც დესერტი ერთგვარი რაღაცა, რომელიც ყველამ უნდა რომელიც ყველა მასწავლებელი უნდა ფლობდეს და ამაში ისევ და ისევ მოსწავლეები გვეხმარებიან ჩვენ, რომ თანამედროვე საზოგადოება ამ ბავშვებმა უკეთიცია უკეთ ფლობენ ამ ვებორინულ ინსტრუმენტებს, ტექნოლოგიებს და კარგი დამხმარეები არიან, მინდა გითხრათ, შესაბამისად ჩემი მიდგომაც მართვის და მენეჯმენტის ნაწილში თავიდანვე იმ თავითვე იყო, რომ მოდი მივცეთ მოსწავლეებს საშუალება, რომ თავად აკეთონ ეს საქმე, შესაბამისად უმეტეს ნაწილს თავად აკეთებენ და ჩვენ ფასილიტატორის როლს ვირგებთ ხოლმე, რომ რაღაცა შეცდომების დაშვების საშუალება არ მივცეთ, მინიმალურ დონემდე შევამციროთ და გვერდით დაუდგეთ მათ წამოწყებებს. ქალბატონო რუსლან გზა მასწავლებლებიდან დირექტორობამდე რა შეცვალა, რა იმის შეიცვალა ამ კუთხით თქვენში? პასუხისმგებლობა კიდევ გასმაგდა ხო, როცა პასუხისმგებელი ხართ უკვე რამდენიმე ასეული ბავშვის წარმატებაზე და არ გარემოზე, ხო? კი ბატონო, ეს საინტერესო შეკითხვაა და ეს რაღაცნაირად საკუთარ თავსთან ეხა არ ვიცი რამდენად ეს ფართო საზოგადოებისთვის უნდა გავხატო ცნობილი, მაგრამ როდის დგება ეს მომენტი და არასოდეს არ მიფიქრია ამ ადმინისტრაციის ნაწილში ყოფილიყავი, თუმცა ცხოვრების რაღაც ეტაპზე დგება დრო, როდესაც ამოწურე ყველაფერი, შესაბამისად ჩემთვის ეს მომენტი, რადგან ეს პერსონალური შეკითხვებია, მოდი ვიქნები გულახ ზოგადად სიმართლე მიყვარს და ვიქნები, რომ აი როდესაც ძალიან ბევრ პროექტში, ძალიან ბევრ ნაწილში ვცადე საკუთარი თავი, მოვიგე ევროპის პირველი პრიზი პროექტებში, რა თქმა უნდა, მოსწავლეებთან ერთად და აი მარტო როდესაც რაღაცას ინდივიდუალურად მე ვამბობ, ეს რა თქმა უნდა სკოლის ბაზაზე მოხდა მოსწავლეებთან ერთად. Fulbright-ი არის ესეთი პროექტი, რომელსაც ამერიკის საელჩო აფინანსებს საქართველოში და მასწავლებელი პროფესიული გადამზადების მიზნით გზავრება ამერიკაში, ეს ნაწილიც გავიარე წარმატებით, საკმაოდ დიდი კონკურსი დავიმყოფებოდი კალიფორნიის შტატში, განათლების ვთქვათ, იქაურ მეთოდებს ეცნობი და შემდეგ ნერგავა მას საქართველოში, მასწავლებელთა ტრენერობა, რაღაც საერთაშორისო პროექტის ელჩობა და ძალიან ბევრი პრაქტიკა იყო ჩემს ცხოვრებაში და რაღაც მომენტში როდესაც დავბრუნდი ამერიკიდან, მივხვდი, რომ ეხლა რა უნდა ვაკეთო და რა თქმა უნდა, ხა მოსწავლისთვის ყოველთვის ხარ მოტივატორი და შედიხარ და იმისთვის უნდა იყო რაღაც და რა თქმა უნდა ამას ვაგრძელებ, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაცნაირად მე როგორ უნდა ხა თუ იგივეს გავაკეთებ, იგივე პროექტს, იგივე რაღაცას, ანუ ეს ხო იგივე წრეა, რომელსაც მე უკვე აქამდე მივლია და რაღაცნაირად გამოწვევა გინდა. არ და ისეთი ახალგაზრდა ხარ, უნარები გაქვს და გინდა რომ რაღაც ახალი აკეთო და აი ამ დროს იყო სწორედ გვერდით დგომი ადამიანებისგან რომ მოდი ხა აი ამ საქმესაც ხომ არც დიდი რომ ერთ-ერთ კარგ სასკოლო საზოგადოებას შენი ხელი ვთქვათ მოუხდებოდა და ვიფიქრე ხა მოდი ხა ეს გამოწვევაც მივიღო რატომაც არა და უცებ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სხვათა შორის მალე მივიღე კი
ძალიან სწრაფად მივიღეთ და როგორც უკვე თქვით, გამოწვევა და ძალიან შიში და ნერვიულობა ახდა ამას, იმიტომ რომ აქ ინდივიდებზე, ადამიანებზეა პასუხისმგებლობა, ბავშვებზეა საუბარი, როდესაც თუ კი ვთქვათ, აქამდე შენ საკლასო ოთახში ერთი სადამრიგებლო კლასი და რაღაც კონკრეტული 45 წუთის შემდეგ თავდებოდა შენი პასუხისმგებლობა და გახვედი, უკვე იცი რომ მთელი სასკოლო საზოგადოება გემაგრება, გევალდებულება, გეპასუხისმგებლობა და ამასთან ერთად არა მხოლოდ სწავლების ნაწილი, არის რაღაცა რაც ჩვენ ვიცით, შიდა სამზარეულო რა ხდება, რომ ყველაფერი მწყობრში უნდა იყოს, მათ შორის ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ და აი ამ ნაწილისთვის რამდენად ვიყავი მზად თავიდან ეს ჩემთვის გამოწვევა იყო, თუმცა თუ კი მოусმენთ უკვე თემს, ჩემს სასკოლო საზოგადოებას ერთი სემესტრმა გაიარა და მგონია რომ შევცელით. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო წელი გექნებათ, მაგრამ თქვენ საუბრობთ თანამედროვე გამოწვევებზე და მიდგომებზე. აქ ცალმხრივად მხოლოდ მოსწავლეების გამოწვევებზე არ უნდა ვისაუბროთ, ხო? აი თქვენი პედაგოგებთან თუ გაქვთ საუბრები და ანუ ერთობლივად, ხო, ერთი არის რომ ქიმია კარგად ვისწავლოთ, ფიზიკა კარგად ვისწავლოთ, მაგრამ სკოლის დანიშნულება ალბათ მხოლოდ არ არის, ხო, ფიზიკა, ქიმია, ან თუნდაც ინგლისური ვისწავლოთ. კიდევ უფრო მეტის მომცემი უნდა იყოს უშუალოდ სასწავლო დაწესებულებები. აი, მასწავლებლებთან ერთად ნაზე საუბრობთ ხოლმე, თქვენი გეგმა როგორია მათთან ერთად? არჩეულებრივი შეკითხვაა და რასაც უნდა იდგეს, ვფიქრობ, სრულიად განათლების სისტემა და სასკოლო საზოგადოება მით უმეტეს. ერთი ადამიანი, რაც არ უნდა ძლიერი, რაც არ უნდა დიდი გამოცდილების იყოს, ვერ ქმნის კლიმატს და ვერ ქმნის სასკოლო საზოგადოებას. შესაბამისად, თქვენ სწორად აღნიშნეთ, კომუნიკაცია, ურთიერთობები და ნებისმიერ როდესაც ვიწყებ ხოლმე თათბირია ეს თუ ადამიანური შეხვედრა მოსწავლესთან რაღაცა პირადი რჩევის მიცემა თუ ასე შემდეგ, მიყვარს აქედან დაწყება, რომ ჯერ ადამიანობა და მერე პროფესიონალიზმის შემდეგ საქმე და ასე შემდეგ. ანუ ჯერ ადამიანობა და მგონია რომ ეს სოციალური ნაწილი ურთიერთობები განსაზღვრავს და განაპირობებს ყველაფერს. თუ კი ადამიანი თქვენ შენთან არ გაიხსნა საუბრის მომენტია, ეხლა ურთიერთობის ნაწილში არ სიამოვნებს შენთან ურთიერთობა შენს გვერდით ყოფნა, მე მეეჭვება რომ მან საქმე ისე გაგიკეთოს როგორც საჭიროა, ან გაგიკეთოს და შეიძლება რაღაც შუა გზაზე დაგიტოვოს, იმიტომ რომ არასათანადოდ მოიჩვენა შენი მხრიდან დამოკიდებულება. შესაბამისად, ყველაზე სწორი და კარგი რაც გვაქვს ჩვენ არის გუნდურობა და სკოლაში ინდივიდებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება, ისე რომ მახსოვს, ეხლა გადავდივარ ცოტა თითქოს თემიდან, მაგრამ ზუსტად თემასთან კავშირშია, რომ მე ერთად შევაჯამოთ ეს ნაწილი. რამდენიმე 3-4 წლის წინ იტალიაში ვიყავი საერთაშორისო კონფერენციაზე და პირველად გავიგონე, უფრო მეტი ხნის წინ მგონი, პირველად გავიგონე ტერმინი ინგლისურად ეს გაზიარებული ლიდერობა. მაშინ ვერ მეხვდი რანაირად უნდა გააზიარო ხა ლიდერი რო ხარ, რანაირად უნდა გაიზიარო ეს ლიდერობა სხვასთან და იმ ტრენინგის შემდეგ და მერეც ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი კვალი დატოვა ამ ტრენინგმა და ამ ცნებამ ზოგადად, მგონია რომ გუნდში ყველა ლიდერი უნდა იყოს და ეს პასუხისმგებლობების მოვალეობების დელეგირება სწორად უნდა მოხდეს. შესაბამისად, ამაყი ვარ იმით, რომ ჩემ გუნდში ჩემი მასწავლებლები, ჩემი კოლეგები, მეგობრები, მოსწავლეები რაღაცა თანაბრად და ერთსულოვნად მიზიარებენ ამ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ჩვენი საუბრები, ჩვენი სამოქმედო უკვე გავიარეთ, რამდენიმე დღემ გაიარა და უკვე გქონდა ეს შეხვედრები, კათედრის უკვე გამლილი შეჯამება და სამოქმედო გეგმების განხილვა ამ თემისკენ მიემართება, რომ უკვე ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არის ძალიან მაღალი. თითოეულმა მათგანმა ადამიანმა არ გაითავისა და არ მიიღო სკოლა როგორც საკუთარი რაღაცა ესეთი ნაწილი, აქ ინდივიდების, ერთეულების პასუხისმგებლობა ვერაფრით ვერ დააყენებს შედეგს. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ სკოლა როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუცია დგას მასწავლებლების მხრებზე, მოსწავლეების, თემის, სასკოლო საზოგადოების ერთობლივი მუშაობის და ერთობლივი ფუნქციონირების შედეგად არის წარმატებული, რასაც ვფიქრობ, რომ წარმატებით ვართმევთ თავს და ყველა მასწავლებელი, მოსწავლე თუ მშობელი არის მოწოდების სიმაღლეზე, რომელიც არის გულშემატკივარი და ყველაზე მთავარი, მიკუთვნებულობის განცდა აქვს ძალიან მაღალი, რომ ეს ჩემია, ეს ჩემი სკოლა, რაღაცა და ძალიან კარგად გამოდის საქმე ამ შემთხვევაში. აი ამ ჯაჭვში შემოვიყვანეთ ასევე უნიშნელოვანესი რგოლი, ეს არის ოჯახი და მშობელი. მშობლის ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია. მშობელში გულისხმობ დედას და მამას ორივე მათგანს, ანუ ერთ რომელიმეს არ ვაკისრებ 100%-იან პასუხისმგებლობას, რაღაც ესეც გამოწვევა საქართველოში. აი მშობლის როლი ამ პროცესებში.
ძალიან დიდი მადლობა თავიდან შეკითხვა რომ დაიწყეთ მეგონა საკუთარ ოჯახს და საკუთარზე იყო საუბარი და რაღაცნაირად უცებ შემეშინდა რაშიც ძლიერი არ ვარ და ბევრი სალაპარაკო რასაც აკლდება დრო შენი აი სამსახურის და რაღაცების გამო სწორედ ეგ არის საკუთარი ოჯახი მშობლები რომელთანაც შეიძლება რაღაცა თვითონ თუ არ შეგახსენეს თავი რაღაცა შენ არ აიღებ ტელეფონს და აქეთ იმიტომ რომ ამდენი მოსწავლის პასუხისგებლობა შენზეა თუმცა რაც შეეხება ხა მივხვდი შეკითხვის არს ეს არის მოსწავლეების მშობლების და სასკოლო თემის ჩართულობა რა თქმა უნდა ხა მე პირველი არ ვიქნები და ახალს არ ვეტყვით თუ გეტყვით რომ არსებითად მნიშვნელოვანია შესაბამისად როგორც მივედით მაშინვე ჩამოვაყალიბეთ საინიციატივო ჯგუფი მშობლების რომლებიც რაღაცნაირად ხო არის ხოლმე კლასში გამოიკვეთება ისეთი მშობელი რომელიც უფრო მეტ კომუნიკაციას ახერხებს თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ვინმეს ნაკლებად აინტერესებს ყველას აინტერესებს უბრალოდ მეტი კომუნიკაცია შეუძლია მასწავლებელთან სკოლასთან შესაბამისად საინიციატივო ჯგუფები გვაქვს როგორც ონლაინ ფორმატით ასევე პირისპირ შეხვედრები მშობლის დღე დაწესებული შესაბამისად მაქსიმალურად თანამშრომლობთ მათთან და ძალიან დიდია წვლილი რა თქმა უნდა იმიტომ რომ რაღაცა 50-50-ზე ვართ ლამის მშობელი და სკოლა რომელს საერთო ჯამში ერთი პროდუქტის კარგი მოქალაქის 21 საუკუნის მოქალაქის აღზრდა გვევალება ჩვენ და შესაბამისად ერთად უნდა ვაკეთოთ ეს საქმე და როდესაც მოდის თანამშრომლობაზე მშობელი და შენც როგორც სკოლა ღია ხარ და იღებ აი ამა თუ იმ მოსწავლის მშობლის მოსაზრებებს გამოწვევა ეს ერთგვარი მაგრამ აუცილებლად ყველას უნდა მოусმინო ყველას უნდა გაითვალისწინო მიიღო მაშინ დგება საუკეთესო შედეგი და რა თქმა უნდა მათი ჩართულობა არის მაღალი დღემდე შემიძლია ვთქვა რომ მომართვიანობა მათი მხრიდან არის ყოველთვის რაღაცა დადებით კონტექსტში რომ მათ აქვთ გარკვეული სურვილები და არ ყოფილა ისეთი შემთხვევა ვერ ვიხსენებ, როდესაც რაღაცა ისეთი საკითხი ყოფილა, რომელიც თქვათ ჩვენ საბოლოო ჯამში კონსენსუსით რაღაც სიკეთემდე ვერ მივიყვანეთ. იმის თქმა მინდა რომ დიალოგი, საუბარი და საერთო ერთად გზების ძიება ყველაზე კარგი გამოსავალია. ამ შემთხვევაში უკვე მოსწავლისთვის საუკეთესო შედეგი დგება ხოლმე და ჩვენ შემთხვევაში ეს თანამშრომლობა არის ძალიან კარგ ხარისხში და აქვე გამოვყოფ დამრიგებლების წვლილს, რომელსაც ხშირად ვამბობ ხოლმე. არც ერთი შემთხვევა დღემდე არ მქონია, როდესაც მშობელმა რაღაც დამასწრო, გულისხმობ, რომ რაღაც პრეტენზიით რომ რაღაცა არ ხდება, იმიტომ რომ იმდენად ყურადღებით დამრიგებლის ინსტიტუტი არის ძალიან მაღალ დონეზე სკოლაში, რომ აი ყოველ ჯერზე იცი რა, ამას ეს ნაწილი აქვს, ამას ეს და აი ყოველ ჯერზე იმდენად ხშირია კონტაქტი და კომუნიკაცია მოსწავლეების მშობლებთან, რომ ფაქტიურად პირიქით იქეთ დავასწრებთ ხოლმე მშობლებს რაღაც ამა თუ იმ კარგი სიკეთეების აღმოჩენას, ვიდრე თვითონ მშობელი მოგმართავდეს ხოლმე და ერთობლივად მე ხდება თუ კი რაღაცა პრევენციული ღონისძიებების მიღება არის ომების საჭირო, ამას ერთობლივად ვახორციელებთ და ამაზე მადლობა მინდა უთხრა თემს, მადლობა მინდა უთხრა კოლეგებს, რომლებიც არიან მოწოდების სიმაღლეზე და ამას ჩვენ ერთად ძალიან კარგად ვართმევთ თავს. ხალბატონობისგან და მაინც რა გამოწვევების წინაშეა დღეს თანამედროვე ქართული განათლების სისტემა. გამოწვევებზე კი ვერ იქნება სხვანაირად საუბარი თუ კი არ შევეხეთ. ძალიან ბევრი პრობლემა და ეს არც გვაქვს ილუზია იმის რომ შეიძლება ძალიან სწრაფად მოგვარდეს, იმიტომ რომ ეს ყოფით პრობლემებსაც ებმის და ზოგადად სოციალურ მდგომარეობას საქართველოში იწყება იქედან რომ სკოლაში არის ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი მოსწავლე, იწყება იქედან რომ სკოლის ინფრასტრუქტურა რიგ შემთხვევაში და ჩვენ შემთხვევაშიც არ იძლევა იმის საშუალებას რომ ინკლუზიური იყოს და ყველა მოსწავლისთვის თანაბარი შესაძლებლობა შეიქმნას და ძალიან ბევრი თუნდაც მოსწავლეების რაოდენობა საკლასო ოთახში, თუნდაც ის მომენტი რომ თქვათ თუ კი მოსწავლეს ესა თუ ის პროფესიული მიმართულება აინტერესებს, რომელიც ახლა ძალიან კარგია რომ რაღაცა ძვრები გვაქვს და უკვე შემოვიდა სკოლებში, ეს ჯერ არ არის მასიური ხასიათის და მოსწავლეს ყველა უნარში რაღაცნაირად ვერ ვეხმარებით ჩვენ. ეს რა თქმა უნდა არის გამოწვევა და მასლოუს იერარქიიდან გამომდინარე თუ კი ვთქვათ ფიზიოლოგიური არა აქვს შია მოსწავლეს ცივა და ასე შემდეგ. ეხლა ვერ ველაპარაკებთ მაღალ ღირებულებებზე, შესაბამისად ეს უკვე სახელმწიფოს დონეზე ერთობლივად მოგვარების საკითხია და ვფიქრობ რომ ღვთისმსწავლობით ყველაფერი კარგად იქნება და წინ წავალთ ამ კუთხით. რამდენ თქვენი სკოლის მაგალითზე საუბრობთ და კიდე რა სიახლეებს პირდებით თქვენს მოსწავლეებს და მათ მშობლებს ამაზე შემაჯამებელ ნაწილში გადავიდეთ, თუმცა დაგემშვიდობებით ნელ-ნელა. იქამდე აი თუ კი სკოლა ხარისხიან განათლებას აძლევს მოსწავლეს
დღეს აი რა შეიცვალა ამ კუთხით, იმიტომ რომ რეპეტიტორები ისევ და ისევ მოთხოვნადია, ხო? ანუ ხარისხი, განათლების ხარისხი რამდენად მაღალია? რეპეტიტორების, ასე ვთქვათ, სტატუსის შემცირებას და ასე ანუ არაფერი გვაქვს მათი საწინააღმდეგო, მაგრამ ამ შემთხვევაში სკოლის განათლების ხარისხზე ვისაუბრებ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, ესეც ძალიან კარგი შეკითხვა და მე მგონია სკოლის როგორც ინსტიტუციის დანიშნულება არ არის მარტო აკადემიური ცოდნის გადაცემა და მარტო ვთქვათ ფიზიკის სწავლება მოსწავლისთვის და ყველაფერი აქ სოციალური უნარებიდან დაწყებული, ზოგად განათლებით დამთავრებული, ვერც ერთი ამას მასწავლებელი ცალკე კერძოდ აღებული იგივე მეც და გეთანხმებით არაფერი მაქვს ესეთი წინააღმდეგი ამ მიმართულებით ეს ერთგვარი გადარჩენის გზაც იყო საქართველოში და ერთგვარი მშობლისთვისაც ხსნა, რომ თუ კი რომელიმე კონკრეტული პროფესიაში გინდა ვიწრო სპეციალიზაცია და დაწვრილმანება, რატომაც არა, ყველა თავისი საქმე იცის მშობელმა და ამას ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით, თუმცა ის რაც უპირობოდ სკოლამ უნდა მისცეს, ყველაფერი მოსწავლეს მაქსიმალურად რაც შეუძლია და ამას ვაკეთებ. შესაბამისად ხარისხი იმისი, რომ სოციალური ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით რასაც სკოლას თავაზობს, ვფიქრობ, რომ მაღალ დონეზე აყვანილი, უფრო მაღალ ვიდრე ეს ოდესმე იყო, იმიტომ რომ დღესდღეობით განათლების სისტემა აძლევს საშუალებას მოსწავლეს ისწავლოს ისეთი საგანი სკოლაში, როგორც არის მედია წიგნიერება, ანუ ცოდნა უნარები დამოკიდებულებები, რომლებიც საგნის ფარგლებს ცდება, რომ 21 საუკუნეში თავი გადაირჩინო და იმ გზავნილებით გაჯერებულ სამყაროში რაღაცა აარჩიო, ძალიან დიდი ინფორმაციაა, მაგრამ შენთვის ხელსაყრელი აირჩიო, ამ უნარის და ამ დამოკიდებულების გამომუშავებას უწყობს ხელს, თუნდაც ეს მიღწევა ის რომ ვთქვათ, ძალიან პროფესიული მიმართულებები ბევრია, ის რომ ვთქვათ, თანამშრომლობითი კულტურა და ეს ზოგადი განათლების მიმართულებით ძალიან ბევრი სფერო და სპეციფიკა პროექტი, რომელიც მოსწავლეს აძლევს საშუალებას გლობალურ მოქალაქედ ჩამოყალიბდეს, ძალიან კარგი ეს იყო ახლა ერთგვარი ხარისხზე მინიშნება, ჯერ კიდევ გუშინ მოგვივიდა სკოლას მილოცვა, რომ ჩვენ უკვე 2 წლიანი პროექტებში გამოჩენილი აქტიურობის შედეგად მოგვეცა საშუალება, რომ ევროპული სკოლის ტიტულზე წარვადგინოთ განაცხადი და ეს გუშინ მოხდა ეს ამბავი. გაიხარეთ, ვაპირებთ რომ აპლიკაცია რა თქმა უნდა ყურადღებით შევავსოთ და ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლა აღიარებულია როგორც არა მარტო ეროვნულ დონეზე, არამედ ევროპის დონეზე და რა თქმა უნდა ეს ხარისხზე მეტყველებს, რომ სკოლის მიმართულება არ არის მხოლოდ საგნობრივი სწავლება, არამედ არის ძალიან ბევრია ის გლობალური მიზნები, 17 გლობალური მიზანი, რომელიც გვაქვს, აი რაღაცნაირად 17-ვე მიზანში გვაქვს ამოღებული და ვფიქრობთ და ბევრს მუშაობთ იმაზე, თუ როგორ შევქმნათ, როგორ ჩამოყალიბოთ მოქალაქე, რომელიც გაუძლებს დღევანდელ გამოწვევებს. ანუ კონკურენცია ძალიან მაღალია, ხო? კონკურენცია მაღალია, თუ სკოლებს შორის კონკურენციას გულისხმობთ, მე რაღაცნაირად მაგას ვერ მოვიაზრებ. დამკვიდრებას გულისხმობთ. კი ბატონო, კი რა თქმა უნდა, ეგ კი ბატონო, თუმცა კარგიც არის, რომ ეს განათლების სფეროში თუ ეს კონკურენცია არსებობს და ძალიან ბევრის გაკეთება გიწევს იმისთვის, რომ იყო ბაზარზე, ასე რომ ვთქვათ, მოთხოვნადი სკოლა, მოთხოვნადი ინსტიტუცია, ეს ძალიან კარგია და ბედნიერი ვარ, რომ ნეტა ყველა ერთმანეთს კარგ საქმეში ვეკონკურენტებოდეთ, ასე რომ ვთქვათ და მე პირობას ვდებ აქვე საჯაროდ, რომ ამაში ჩემ გუნდთან ერთად რა თქმა უნდა, ჩემ წვრილ შევიტან. ალბათ რუსუდან და მაინც თქვენ სკოლას დაუბრუნდეთ დირექტორის ამპულაში, რა პროექტებს და აქტივობებს გეგმავთ, რა თქმა უნდა, გაკვეთილებთან ერთად და იმ გეგმასთან, რომელიც ამ კუთხით გაქვთ. ისეთი შეკითხვები გაქვთ, რომ არ წინდება და შეიძლება საეთერო დროს გადავაშოროთ, ხო? კიდე დაგვატიჟოთ. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას ეს თემები აინტერესებს და მოთხოვნადია. პირველი რომ მივედით სასკოლო მენეჯმენტის ნაწილში, მოადგილეც ახლად დანიშნული გვყავს, ზოგადად პირველი რაც იყო, ეს იყო, რომ მოდი მოусმინოთ მოსწავლეს, რა უნდა მოსწავლეს და პირველივე ეს იყო ერთგვარი გამოკითხვის კვლევის ჩატარება, რომ რა აინტერესებს ამ მოსწავლეს, მოდი როგორ ვმართოთ, იმიტომ რომ ხა ყველასთვის რაღაცა უნარებით არ ვიბადებით და ეს მართვის ნაწილი, როგორც გითხარით, ყველაფერი მქონდა უკვე გამოვლილი ამ სწავლების ნაწილში და ეს მართვის ნაწილი ჩემთვის არ იყო რაღაც ესეთი მშობლიური, ასე რომ ვთქვა და ძალიან ძირე
მცირეული და დიდი ხანი რომ ვაკეთე ისეთი საქმე. შესაბამისად, მოდი ხა დავეკითხოთ მოსწავლეს რა უნდა და მაშინვე ჩამოვაყალიბეთ მიმართულებები და გამოიკვეთა ინტერესები მოსწავლეების თუ რა მიმართულება აინტერესებს. წაღან პირად საუბარში კი საუბრობდით, ერთ-ერთი მიმართულება არის მაგალითად მედია მიმართულება. მედია წიგნიერება რადგან შევიტანეთ, ნუ დიხა როგორ გავაშუქებთ. ჩვენ როგორ ვიტყვით ჩვენ სათქმელს საზოგადოებაში და გამოჩნდა ძალიან ბევრი მოსწავლე მოსურნე იმის, რომ დიხა მე ამ ინფორმაციის გზავნილის სწორად შეფუთვაში და სწორად გაგზავნაში საზოგადოებაში მე მივიღებ მონაწილეობას და ეხლაც გვაქვს შექმნილი casting-ი, კონკურსი გვაქვს გამოცხადებული, ნიუჯგუფის წამყვანი, ახალი ამბების წამყვანი საინფორმაციო ისევე როგორც თქვენ აკეთებთ მაგალითად ან სტუმართან რაღაცან. ეს მოსწავლეები იმდენად კარგად აკეთებენ ამას თავად ჩვენი ზედმეტი ჩარევების გარეშე, რომ ეს ძალიან მოსწონთ და ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში ესენი მზად იქნებიან იმისთვის, რომ ამ პროფესიაში, ან პროფესია თუნდაც აირჩიონ, ან თავისი საქმე სწორად გააკეთონ, მომავალში რა პროფესიაც არ აირჩიოთ. თავისი მესეჯი შეტყობინების გაგზავნა ყველა შემთხვევაში მოუწევთ საზოგადოებაში და ამის უნარი უკვე აქვთ. ეს არ არის ერთი მიმართულება. ჩამოყალიბეთ პროექტი Goalkeeper-ი, რომელიც თავისი თარგმნით ესეთი ორმაგი ბუნების არის და ნიშნავს მიზნის დამცველს და მეკარეს. მეკარეს ჩანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით კი ვატარებთ თვალყურს თქვენს ინტერესებს. შესაბამისად და ეს მდგრადი განვითარების მიზნების დამცველს გულისხმობს თავში ეს ამერიკაში იქნა თავის დროს შექმნილი ეს ორგანიზაცია და რაღაცა შთამაგონა რომ მოდი ხომ არ გავაკეთოთ ეს და ამ მიმართულებით მოსწავლეების გუნდი მასწავლებლებთან ერთად მუშაობს იმაზე თუ როგორ დაუმიზნოთ ჩვენც იმ პრობლემებს რომელიც მსოფლიოს აწუხებს და არ არის გლობალური მარტო ლოკალური ჩვენი სოფლისთვის ქალაქისთვის და ასე შემდეგ და თურმე მე რო აქ მტკივა რაღაცა ესე წყლებს რო პრობლემა ან ელექტროენერგიის პრობლემა იგივე პრობლემა აწუხებს მსოფლიოს და ჩვენ როგორ დავზოგოთ და როგორ უპასუხოთ აი ამ გამოწვევებს ამაზე მუშაობენ. არის არაერთი ესეთი სპორტული მიმართულებები პოპულარული სკოლაში და ამაზე ბევრ კლუბს აქტიობას ღონისძიებას ვაკეთებთ და მალე ერთ-ერთ პირად საუბარში ერთ-ერთმა მოწვეულმა სტუმარმა განათლების სფეროში მაღალი რანგის ადამიანმა მეხუმრა კიდევაც რომ თქვენ მალე სპორტ სკოლის დირექტორი გახდებითო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წარმატება გვაქვს ამ მიმართულებით და მგონია რომ ეს პროექტები მოსწავლეების ინტერესის მიხედვით უნდა იქნას არჩეული და ჩვენ ამას წარმატებით გავართვით. თავი არაერთი აი ათეულობით კლუბი ფუნქციონირებს სკოლაში და უკვე რაღაცნაირად თითქოს მივხვდი რომ ახლა ეს ქართული ტერმინი არ არის, მაგრამ ერთგვარად ავტოპილოტზეა უკვე ჩართული, თუ კი ამაში დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა თავიდან, რომ აი რაღაც დაკორექტირდეს ეს ხუა სწორად ეს იმდენად კარგად ისწავლეს ამ ბავშვებმა ამ მიმართულებების მართვა, რომ უკვე თავად ახერხებენ ამა თუ იმ მიმართულების როგორ თქვათ, აი მენეჯმენტს და დაგეგმარებას მართვას. კარგით, მე მიხარია ის რომ თქვენთვის საინტერესო იყო და კომფორტული ჩვენთან სტუმრობა, მაგრამ დღეისათვის ნელ-ნელა დაგემშვიდობებით თუ კი არ გამინაწყენდებით რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ ახლა მომავალში ისევ შევხვდებით. აი ეს გამოცდილება რამდენიმე წლიანი, ფაქტიურად 10 წლეული, ხო? რომელიც მასწავლებლებს დაგიკრავდათ. აი, რა რჩევებს და რეკომენდაციებს მისცემთ მომავალ მასწავლებლებს, რომლებსაც ეს პროფესია აქვთ? გადაწყვეტილი რომ იმსახურონ სიცოცხლის ბოლომდე. რადგან ფინალისკენ მივდივართ, მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისთვის. ეს იმას ნიშნავს და მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ეს ჩვენი დაგროვებული გამოცდილება საინტერესოა საზოგადოებისთვის და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კონკრეტულად 24 სკოლის ისტორიით დავინტერესდით და იმ აქტივობებით, რომლებიც ამჯერად მიმდინარეობს სკოლაში და გვირდებით, რომ იმდენად საინტერესოდ წარმართავთ დამდეგ სემესტრს, რომ ბევრჯერ მოგიდებათ და გვიძახოთ უკვე მოსწავლეებთან და თვითმმართველობასთან ერთად, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და ვფიქრობ, რომ ის მართავს და ნუ მოადგილე ვიქნები ამ შემთხვევაში და რაც შეეხება იმ ნაწილს, რას ურჩევდი დამწყებთ პედაგოგებს, გეტყვით, რომ შორს არ წავალ ენთუზიაზმი და პასუხისმგებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სიტყვა, რომელიც ალბათ მეც მახასიათებს ზოგადად. აი პირველი ამით თუ კი მეტყოდნენ რომ აღწერე საკუთარი პასუხისმგებლობით დავიწყებდი, თუ კი
პასუხისმგებლიანი ხარ ნებისმიერ საქმეში, ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ ის რაც იტვირთე, ის რაც აიხე, ან მიხვდე, რომ ეს არ არის შენი და მოდი სადაც საკუთარ თავს უკეთ მოძებნი, იქეთ გადაინაცვლო, ან კიდევ ძალიან ბევრი იმუშაო საკუთარ თავზე იმისთვის, რომ პასუხისმგებლობით გაართვა თავი. და თუ კი მოსწავლეს ეხება და ცოცხალ ორგანიზმზეა საუბარი, აქ უპირობოდ არ გაქვს უფლება იმისი, რომ რაღაცა ძალები დაზოგო და რაღაცა შემდგომში გადადო. შესაბამისად, პასუხისმგებლობა, ხა მოსწავლის სიყვარული, რომელსაც ახლა ვერ ისწავლი და ეს უნდა თანვე თანდაყოლილი გქონდეს და რაღაცა სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს მოსწავლესთან ურთიერთობა. ხა პროფესიონალიზმს არ ვიტყვი, იმიტომ არ ვიტყვი, რომ ეს მოდის თუ კი პასუხისმგებლობა გაქვს, იმუშავებს საკუთარ თავზე, რომ ეს ნაწილი შეივსო და მისაბაძი სამაგალითო მასწავლებელი იყო. მოკეთ, ძალიან ბევრი წარმატება პირადად თქვენ სკოლას, თქვენს მოსწავლეებს და ზოგადად ვისურვებდი, რომ საქართველოში აი საგანმანათლებლო კუთხით ხარისხი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და იყოთ განათლებული ადამიანები, ხომ განათლების კვირაული გვაქვს და ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ ვისურვებდი. მადლობა რომ გვეწვიეთ, დროებით დაგემშვიდობებით ნახვამდის. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მეც დაგემშვიდობებით და წარმატებულ დამდეგ სემესტრს ვუსურვებ ყველა სასწავლო დაწესებულებას. დროებით ქალბატონო რუსუდან, ძვირფასო ტელემაყურებლობო გადაცემის პირველი ნაწილი ამით დასრულებულია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენთან სტუდიაში სტუმრად იმყოფებოდა ქუთაისის 24 საჯარო სკოლის დირექტორი, მედია წიგნიერებისა და ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი, მასწავლებელთა სახლის ტრენერი, ევროპული სასკოლო საზოგადოება ითვინინგის ელჩი საქართველოში რუსუდან კარკაძე. რამდენიმე წუთში უკვე სტუმრებთან ერთად დაუბრუნდები პირდაპირ ეთერში, დაგველოდეთ დროებით.